უფრო წითელი. არა სხვა ფერიც სხვა ფერის შეიძლება ეხლა ხო კამპანია. დღეს შეხვედრა ქონდა ეხლა ძლიერ საქართველოს ლელოს ძლიერ საქართველოს მარნეულის ორგანიზაციის წევრებთან, პარტიულ წევრებთან, ხარდამჭერებთან, ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან მიულოცეთ ბაირამის დღესასწაული და ასევე ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, სასიკეთო ცვლილებები ჩვენ ქვეყანას სჭირდება, ამისთვის აუცილებელი ახალი არჩევნები, ოღონდ სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, როდესაც ხალხი შიშის გარეშე, ზეწოლის გარეშე მივა და გააკეთებს თავის არჩევანს და უკვე გვაყოლება ისეთ ხელისუფლება ამის შედეგად, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ნოვრუზ ბაირამი უნდა იყოს უქმე დღე, იმიტომ რომ ჩვენ უნდა პატივისცეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ და ეს არის მუსლიმური საზოგადოების წევრები. ცხადია, რომ ეს არის ჩვენი ასევე სურვილი, მოთხოვნა, რომ ეს იყოს უქმე დღე. სულები არიან და დაიცავენ თითოეულ ქვეყნის ინტერესებს. Mən ilk növbədə bütün Gürcüstanda və eyni zamanda dünyada yaşayan Azərbaycanlıları Novruz bayramının gəlişi münasibətilə təbrik etmək istəyirəm. Həqiqətən də Novruz bayramının gəlişi bir yenilənmədir, bir yazın gətirdiyi bir xoş gözəl günlərdir və bu günlər hər birinizin ailənizdə bərəkət gətirsin, hər birinizin ailənizə xoş günlər gətirsin, Novruz bayramınız mübarək olsun. Və eyni zamanda mən təşəkkürümü bildirmək istəyirəm Güclü Gürcüstan Partiyasının liderlərinə ki, bu gün həqiqətən də Novruz bayramının gəlişi münasibətilə bizim regiona səfər etdilər. Buradan məhz Marneuldən Gürcüstanda yaşayan Azərbaycanlıları təbrik etdilər, öz xoş sözlərini çatdırdılar. Bir daha onlara da öz təşəkkürümü bildirmək istəyirəm və biz yalnız seçkilərdə deyil, eyni zamanda hər zaman çalışırıq ki, əlimizdən gələn qədər bu xalqın yanında olaq, Gürcüstan vətəndaşlarının yanında olaq və onlarla həmrəy olaq və yaxşı və pis günlərində əlimizdən gələn qədər bu insanlarla birlikdə olaq. Fantastic.